Inoktina. Mama moval maleo და თუ ლაპარაში გიდათ წასვლა გაემზადეთ. ხო და იქიდან 40 წუთი გავიდა და რა ვიცი თუ მინდათ გავმარჯოს. ხალხო და ჯამათნო, აი მე როგორ მზარება ყველაფერი. ყავაც დამდიო ყველაფერი. მაგრამ მაინც ვერ გამოვფხიზლდი. რაღაცები მაქვს სახიხი რამდენიმე და მე დილთრავი გრილა მაინც რა, მაგრამ ეხა პასტმენ უნდა ეს მოვიდუდღდი, რაც მეცვა ცხიმი ვისხუში. იმედი ამოვა და აი ეს გადავიცვა და იმედი არ შემცივამ კაბაში. ხო და აქ ავალაგებს აწვავს და ქვაბები მაგ გასახიხი 1-3 დღეა ვხეხავ და მეზარება და მივიწავდი გავხეხო თორე უარესად და მეზარება მერე ყავა და შოკოლადი მივირთვი. ხო და იმდენად შოკოლადი მეტკბილა არ უნდა მეჭამა. ეს ერთი კვირა ყავდა დავლიო ეს წამალი. მე იმთვის ბოლოს ვარ დაბარებული ექიმთან. დავნახოთ რა იქნება და რა არა. რაც შეეხება ფეხს ხალხო. აი ვიცი მაზმაქნა ვისმევ მტკივან ადგილას, სიფრთხილესა და ძირთადად მტკივა და ისაიდადაც იწყება იმ ადგილას ვისმევ მას. და ვსვავ ამას, კარდიომაგნილს, პატარა გულის ფორმისები. ეს ნუ ზოგადად რომ არაფერი მტკივდეს კორონას შემდეგ ძირთადად ნიშნავენ მით უმეტეს 30 ზემოთ რო ხარ, 30 წლისა წესით რატო ითვლება, არ მომწონს ეგ ხანდაზმულ ფეხძიმეთ რო აღიქვა 30 წლის რო ხდები მაშინ. როცა ევროპაში 30 წლისები ქმნიან ოჯახებს, რა ვიცი. ჩვენ უკვე პენსიონერები ვართ. ხო და კორონას შემდეგ ძირითადად ამას ნიშნავენ რა. ხო და ეხა მე რას დავაბრალო და რას არა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ რაღაცა შედეგი მაქვს. აი მუხლის ქვემოთ, აი გვერდზე ძვალი რუა არის გვერდი. იქ ვისმევ ძირითად იმას ძალიან ცოტა რაოდენობით. დღეში 2 ჯერ. მტკივა თუ არა მტკივა მაინც ვისმევ. ხო და ეხა დატვირთვა ჩვეულებრივ მაქვს სახში რაღაცა. აი გუშინაც კრებაზე რო ვიყავი, სკოლის კრებაზე რო ვიყავი, კერა და ცეკვის. ხო ვიდექი რა იმდენი ხანი სპეციალურად არ დახა სკამი იყო და ჩვეულებრივ შემეძლო დამჯდარიყავი და იქ ორი სკამი აქვს მასწავლებლს და აი ოდნავაც არ გამჭირვებია რომ ფეხზე ვიდექი. აი ოდნავათაც კი. ფაქტია რომ რაღაცა შედეგი მომცა. ძალიან მიხარია, რა თქმა უნდა. მაწუხებს ხოლმე შიგადაშიგ, მაგრამ აი სუნთქვას და გულს რომ მიტკიებდა უკვე და სუნთქვას მიჩერებდა, ეგრე არა, აი იმდენად რომ აი ესე ვიკაკებოდი. იგი არა შვება და ძალიან კარგი. მეტიც არ მინდა რა, ანუ საკმარისია ის ცოტა შვება რომ მომცა, ის სადღაცას თავისთვისაც წუხს ეგ პრობლემას აღარ წარმოადგენს ჩემთვის, მართლა. ხო. ხო რა შეეხება ქობულეთის და ბათუმის ამბებს არ ვიცი ჯერ კიდე გაარკვევ მშობლები ვიფიქრე რა და ხო კაი იქნება სიტუაცია რომ ერთ დღიანზე მივხვდეთ იმისა რომ მაგრად დავიღლებით და რაღაც შეიძლება არც გავყვე მე და თვითონ ვინმე გავაყოლო ყველა ვარიანტში იმიტომ რომ ამ ხელა გზაზე ლაშას კი გაყვეს ამ ხელა გზაზე მარტო ის არის რა. და ზუსტად ხდება ხოლმე. ხო, წინაზე დამიწერეს რომ დრამინა დაალევინეო გზავრობის წინო რა, ცოტა ხით ადრეო რაღაცა და კიდია ბევრი წამლები რომელიც ნინოზე კი არა. ბარბარეზე და იონეზე მაგ გამოცდილი
არაფერი შვება, აი ოდნავადაც კი გინდა დრამინა და გინდა სხვადასხვა ერთი რატომ წვალობ დოპროკინი და კიდე იყო სხვადასხვა რაღაცები, რომელიც უცადეი, საერთოდ არანაირად ახლა ზღვებზე მოქმედებს, მაგრამ ჩემებზე არც ერთი არ მოქმედებდა, სამივე ცუდად ხდებოდნენ. იონი და ბარბარემ გადალახეს ეგასაკი უკვე, ნინოც, მაგრამ ბათუმამდე არ არსებულია, რომ ცუდად არ გახდეს. ხო, აი ეხლა რომ მიდიოდი და რაღაცა არ არის პრობლემა რა. აი უკვე მერვე თვეში ვიქნები და ამდენად შევძლებ, არ ვიცი, რატო ვფიქრობ, რომ თუ რაღაცა იქნება და მაგას გადაწყვეტავენ, ერთი დღე წადი, მე იქიდან წამოდი. ჩემთვის იქნება ხო და მაგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გავაყოლებ ვინმეს რა. მარტოც არ მინდა გავუშვი, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მშობლები არიან და ისეთი ის არის, რომ რა გჭირს. მიხედავენ კი არა, რა ვიცი. გადაყვებიან ზედ, მაგრამ მე თვითონ არ მინდა, რომ რომელიმე ანუ ესე რო არ ხდებოდეს კიდე ცუდად კიდე ხო, მაგრამ რომ იმისა უნდა გავუშვა რა და გაყვეს ვინმე. ხო და რაც შეეხება მეორე მომენტს, რომ ზღვაზე ჩემი ყოფნა არ შეიძლება და რაღაცა ეგეც მესმის, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც ხო იცით ხარ, რომ მე ზღვასა და წყალთან რა დამკვიდრდი, წყალი მიყვარს აბანოში მარტო. ხო. ანუ თუ რაღაცაა და წაველთ არ ვიცი კიდე, იმიტომ რომ საოცარი ხარჯებია პერიოდში, თუ რაღაცაა და წაველთ, კაცმა არ იცის და რა და როგორ და რანაირად. ფეხსაც კი არ დავისველებ ზღვაში. არამც თუ მთლიანად შანსი არ არის, ზღვა მიყვარს დილით, კაცი შვილი რო არ არის და აი რო ზეხარ უბრალოდ და უსმენ აი ეგ. მაგაზე ვგიჟდები. მაგრამ იქ წყალში ჭყა, ჩემგან შორს. ხო და ეცეთ თარფის არ წერ მე, ველოდები მშობლებს რას, როგორანაირად რას გადაწყვეტავენ, ძირითადი ნაწილი და იქ ვიქნები მეც. ხო და ეხლა სანამ ვინმე რამეს გადაწყვეტს, ადექი მანანა ჩაიცვი ალეგის საწოლი და დაიწყე ჯერ დაბლა უნდა მოვხეხო რაღაცები, რომ აი გული მეთანაყრები რაღაცა რომ გასაკეთებელი და მე ამოვალ და დავიწყებ ხატვას ორი ცალი ნახატი მაქვს დასახატი დღეს. ეხლა განახებთ. ერთი არის ეს სათხარ ხატი. ხატი. აი. ერთი არის აი ეს და მე ესეთი ნახატები ძალიან მიყვარს. და რაღაცა ლამაზ ფერებშია და თანშავ თეთრია, ნახეთ. ეს უნდა დავხატო, პირველი ამას დავხატავ. ხატიას იმას და ერთი არის აი ეს. ანუ ორი ნახატი მაქვს დასახატი რა და ამიტომ ჯერ წავალ და საქმეებს მოვილებ დაბლა და მე დავიწყებ ხატვას, რომ დღეს ეს ორივე უნდა დავხატო, რომ იქნებ იოანეს საოჭკაც დავიწყო. ოდესმე. დავედი. ჩავიცვა. აი ასე. დღეს არის მარტყოფში არის სახალხო დღესასწაული. არაერთხელ ყოფილი ვართ ერთად. შაშანა არ ვიყავით მე მგონი, იმიტომ რომ წვიმდა. ეს არის აპარნობა, რომელიც აი ქვემოთ სოფლის შემოსასვლელში ეგრე წოდებული, ცოტა იქეთ ამხარეს, არის წმინდა გიორგის ტაძარი. და არის დღესასწაული. მაგ ტაძრის დღე, აპარნობა და პარალელურად სახალხო დღესასწაული მხრივ იმართება სხვადასხვა რამე რუმეები, ღონისძიები. ნეტყობა ისეთი ის არ არის, რომ ძირითადად ჯვარული იღებს ხოლმე მონაწილეობას, ან მსვლელობაში ან რაღაცა და არ იღებენ, ანუ არ არის რა. სავარაუდოდ იქნება დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი და რაღაცა ეგეთი და პლუს რაღაცა ისინი იყიდება რა.
ხატები, სანთლები, რაღაცა სათამაშოები, ხო იცი? ნებისმიერ ტაძარში. უბრალოდ დღეს იყიდება თორე, აი ხვალე რომ მიხვიდე, იქ არავინ აღარ დაყრდება, ცარიელი მინდორი და ტაძარია. და სკვერია გაკეთებული, ძალიან კარგი. ხო და მე კი არ ყოფილი ვარ იმ სკვერში ახალი გაკეთებული. აი, არა მგონია. რა არის? შენ? ოღონდ ჩავიდეს და მალე ამოვიდეთ და წადით. ხო და მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს ველოდები ხოლმე რაღაცა წელს ისე მეზარება იმაებს, ალბათ იმიტომ რომ სიარულის ის არა მაქვს, ის არის გორები, მინდორი, რაღაცა. ადი ჩადი, გადი, გამოდი. წასვლა კიდე იცი რა მეზარებაა? ჩაიცვი, გამოიცვალე, ჩაჯექი. მივხვდი, მე მოდი და ისევ გამოიცვალე. ბავშვები წავიდნენ. თან 10-ზე იწყება, უკვე 11-ია. დოღიც იქნებოდა. არა, დოღში მე არ ვიღებ ხორაცილებას. კლავჭიდის სუარი, ანუ ვისაც მკლავი ერჩის ყველა იქ არის. და მარტო ჩვენი სოფელი, ანუ მარტო ჩვენი სოფელი კი არა აქ. და მარტო ჩვენი სოფლისთვის კი არა. საცხენე, სააკაძე, ახალსოფელი, ლილო, ნორიო, ანუ გარშემო ყველა იმის და ადრე მაგ დღესასწაულზე არა მგონია, ახალგაზრდები იცნობდნენ ერთმანეთს, უყვარდებოდა და ასე შემდეგ. სხვა ერთ ანუ ეხლა რაც ჩამოთვალე მაგ სოფლის იმას და ეგ დატვირთვაც ქონდა. სანამ სოციალურ ქსელი იქნებოდა რა. ხო და ეხლა ეგ აღარ არის. არა რა როგორ არ არის. და აი ჩემს ბავშვობაში კიდე იყო ეგ მომენტი რა. ერთი წელი მახსოვს ყველანი რომ ვიყავით ფეხით ჩასულები, წასულები. და აი ვიღაცა მოწონა იმას უყურებდა და ზრცდილობდა იმის გვერდზე ცოტა ახლო ისულიყო, დალაპარაკებული იყო რაღაცა, აი ეგ მომენტები იყო რა და წარმოიდგინეთ უფრო ადრე კიდე ერთ-ერთი დღესასწაული იყო, თუ ერთადერთი არა, სადაც შეიძლებოდა ამ ორი ადამიანის პირისპირ შეხვედრა და რაღაც. ხო და კაი იყო. მიყვარს ეს დღესასწაული. უბრალოდ დღეს ძალიან მომკვდარებული ვარ და მაგიტო არ მინდა. მიზარი. შეიძლება ჩემი ბრალი არ არის რომ მეზარება და ბავშვს ეზარება და ამათი. ჰა. ხო, აბა მე სეპისკორი შეჭამენ, ხომ გამოიხეხა. აუ, რომ ცოტა მდექ სეპისკორი იყო, ჯერ შევჭავდი და ყოველს მეთავლევდი. თუ რა მისცა გუში ჩემამდეშვილ. რა კარგი, ქვაბები მაგ გასახეხი და მე ვზივარ და ვიკრას კი. ისე არ შეიძლება ქვაბის გახეხი. სხვა შორის თქვენი ბრალია, თქვენ არ მითხარით რომ ისე შედიისო. ხო, ხონდათ ხოლმე პრეტენზია იმის, მაგალითად. სველი თავით ხარ. შენც მიდი ხარ? ჰა? არა მგონია მეზარება. არც ეგენი არის, ნინო გამზადებულია და ბარბარე არ ვიცი. ხოდა რას ვაღოდი, საქართველოში ისე უნდა შევიდე, ქათმების არ მიშვები. ყველა გოიხა და წავედი დაბლა. ვეს ჩავიცვა დაბლა რომ ჩავალ თუ არ მინდა. ხარ გავიქი. შენც მიდი ხარ ბარბარე? მოვა ეხლა უკვე ალბათ მალე მაიმ სათ იყო. თორმეტის 2 წუთია. ესა. ვაი.
დღეს არის 26, ხო? 26. წელს რაღაცა ამ თვეში მინდოდა რომ კარგად მემუშავა YouTube-ზე. თუმცა მაინც ვახალტურე, ჩემი ბრალი იყო რა თქმა უნდა, თან ჩემი ბრალიც არ იყო. Morci? Sì. Odriel. Aeg daჯექი მოხლებზე. ჰა? და გევარცხნა მერე. მე ცოტა ქეიწე ბავშვზე ზიხარ. მოვიდა მამა? თუ იოანე დაბრაცუნობს. ზედაპირულად რომ დაგვარცხნო არ გინდა და მეტი აღარ გინდა. ზემოდან დავარცხნეყო. გადმოწი თავი. დღეს კვირა თუ შაბათი? კვირა. აი, რას ნიშნავს სამსახური რომ აღარ აქ. აღარც კვირაა შენთვის, აღარც შაბათი, უბრალოდ ყველა კვირა, მოიცა. ყველა კვირის დღე არის შაბათი და კვირა შენთვის. ჩვენი ერალურია. პრინციპში. ჩამოგეშვება რა უშარ. წავალთ ახლა ჩვენ დაბლა. ეგ ჩაიცვი. დღესე გაცვია ხალათი რა ვწავდეთ. ნუ წავალთ, ჩემი საქმე აქ აღარ არის ყოველ შემთხვევაში. არაფერი. ვაიმე, ის ტოსტი როგორ იყო გადუდღნული, არ ვიცი რას გიზავ შენ რა. ძლივს გავასუფთავე ტოსტი. ძლივს. საჭმელი კიდე რა ვიცი, რაღაცა იქნება, წამო ცოტა ჭამე. აუ, აი ეს ჩამოიყოლე. აი უანი ჩასულა უკვე შულა და შენ საჭმელი აღარ გექნება. ერთი პირის არეცხი შევყაროთ. აღარ დავაგროვოთ, ვეცადოთ, რადგან სახში ვართ. თან ისეთებია, რომ გაშრება თუ არა ავკრიფოთ და შევკეცოთ. ძირითადი ესენი. ჩემი სიხარულები ვინ არიან? ჩემი ლამაზები. კათმებიც არ გამომიშვია მე. კათმებიც არ გამომიშვია. ნუ უხალათობა ცოტა გრილა, მაგრამ არა უშავს. ავიტანთ. რასაც ხელებ. ამას თუ? არის. ნინოს რა ვაჭამო თქო. ეს რა არის, შენ გამოიღე ახლა? ტოსტი გავუკეთე. პური არის? ხო და არ გინდა რომ გავარდეთ. ეს პური. როგორ? კუდი? ცოტა ჩაუწიე მაგას. პური არ არის, რაც იყო გუშინ მიირთვეს. აბა ეხა ისევ აბრაცუნდი კიბეებზე. ნინო ხურდას ჩამოგიტან და პურზე უნდა გაიქცე. არ არის და ტოსტს გაგიკეთებ. ბევრი ყოლით რა. როგორ ბევრით? ყველში ჩავდო პური? კარგი. როგორ ყოლით? თუ გვაქვს ხურდები ნახოთ ჯერ. არა. დაიცადე ხა რომელებზე გავიჭრა. იმას პური უნდა, იმას ტოსტი უნდა, შენ თვის ჩაწვნა გინდა? ვაფშე რამოდენანი ხართ რა? ბოლო. აბა აქაც ვნახოთ. ხურდები გვაქვს, ავიპოვეთ ერთი ლარი. ხურდები გვაქვს ოხრად. ეს ჯერ ნინო გაუშვა და მოვა.
დაჭირებულს ვაყიდინებ ერთ ცალს. ნინა, მოდი. ერთი ცალი დაჭრილი პური მოიტანე და შენ თვითონვე ჩადე ტოსტი რა. ცოტა დროზე უყուն, მამაც მოვა. ოღონ მოდი რა, ნუღა ჩამომიყვან. რა ღირს დაჭრილი პური? ისე პური რა ღირს? დაჭრილი? ლარი და რაღაცა ღირს დასაჭრელი და ლარი და რაღაცა დაჭრილი. მოკლედ ახლა ეს 3 ლარი გავმართვი. და მე მგონი 4-იც გამოვა. კი ბატონი. აჰა, 4 ლარია ესა. 4-ია 7. ხო, ეს აქ არის 4. და ესეც რამე რუმეებია. ერთი დაჭრილი წამოიღე და რაც მოგივა დასაჭრელი. დროულად. სად ხარ? მოდი უცხოდ ჩაგიწნა და ჩავედი ქათები გამოვუშვო თორე. აქ რათა გაქვს უაწეული? მაგედონი. აგინა რომ თმა მოგაჭრა ცოტა. დაიც ესე იყო. ჰა? მოიწი ქალო ცოტა. შევავიც. მოდი ჰა. ვაი. არ გამოვყვა შენ ეს გავიწევი. უნდა შავები შევყარო რომ ხუარა გაქვს. ჰეი. შავები უნდა შევყარო რამე ხუარა გაქვს მეთქი მე შესაყრელი. გაშტერდა. დავა. მადლობს. ოქთები არ გამომიშვია. წავედით. მაშინ მოვიდა გადასახადი გაზისა, ისევ როგორც ზამთარში მოდიოდა ხოლმე. არც გაფკვირვებია, იმიტომ რომ ისეთი ამინდებია, რომ შვიდზე გვაქვს ხარაწეული, ისეც ხივა, ისეც ხელა მეთქი უნდა მეთქი. ეს ნახე დილაობით ჭყივის ხოლმე და ავდექი და ისე გადავაფარე, ისე ტვინს წაიღებს ჭყივილთ, ისე რომ გადავაფარე, რომ ჩუმად იყოს. გაძინება რო გინო ვერ დაიძინებ ხოლმე, ხან თუ ატყდა. საცმელები მისაწოდომ ადგილას დავალაგოთ, რომ ადვილად ავიღოთ გასარეცხად. გრიტა. ნუ ეხუმრებით ან ესე ნახე რა ნაგავში ესე ყუთი როგორ ადა. ნაგავში და ყუთი არის. ახარდეს დააფარე და კიდე ხურავი დააფარე. იონი ჩაგიდა შენს. ერთი გაყოფა შენ. კი. და ეს იონის მაშინ. აბა დადე და დამაცადე. დადე ეგეც. ეს და იონის დიდია. ესე აი იყოს უგართხმული, აი კიდევაც ვერ გავასუფთავე. ეს არის შენი. აჰა. ეგეც ეგ. მოწუჩი იქნება და ელოდე. და თავისუფალი ვარ დილის საჭვლიდან. მე რაღაცა მოვიფიქროთ. წავედით ახლა სიველურეები გამოვუშვათ და ბევრი კი არა მაქვს.
გასახები. ერთი დაფა და ორი ქვაბია თუ რაღაც. გამოვუშვათ ჩვენი ველურები. ხახნო, აი ეს შიშიანი ქათმები რო ვიყიდე, ხო იცით? აი ცოტა არა უშავ რა მოძრაობს დადის დაჟე დარბის. აი მისა რა გითხრათ. დილას კი ცოტა ვაჭამე და რაღაცა, მაგრამ მე მგონი კუდრების სია შეუერთდება. ესენი მშვენივრად არიან. აი ეს რა არის თქვენ წყლის ბოთლი? რატო გადმოაგდეთ? ჰა, შემოლამაზო. და ესენი კიდე. შენ ნაჭამი ხარ. მოვარდა მიაუთი. იმედია შევადგეთ უფრო მეტად დათრები. ეხა იგივე ტყეში პარცალით ეხავს დუხზე არ ეცემაო რომ ხალათი არ მინდა რომ ჩავიცვა. გაბაჯო ხალებო, შენც გაგიმარჯოს. აი გუში კვერცხი არ ამიღია და ვნახოთ ერთი ტყუილა ვაჭმევ ამდენ ქათმებს პურს. შენ ნაჭამი ხარ. ერთი. აი, დედას გაუქმით. აი, მისამაგიეროთ. სად მიდიხარ? ცხოვრება. მოდი ჩემთან პატარა, მოდი. სად მიდიხარ? გეშინია იმათი, ვაი. მოიცა, შენ კვერცხს დებ? შენ კვერცხს დებს ჩემო? გეშინია იმათი? აკი. ე კვერცხი რო ავიღო შეიძლება? წადი ბიჭო იქით რა. მოიცადე ამ კვერცხს ავიღებ და დაბრძანდი. ხელს აშეკიში. ფენიცა, რომელიღაცა. შენ დადე ეს კვერცხი, ჩემო ცხოვრება. იაპონკის. მიდი. რამდენი ხარ კვერცხს გამრავლოთ? რა გინდათ? მეტად გინდა ქათმებიო რომ ზოგი არის ხოლმე რომ დაწერს რა ძალა გადგაო. ვაიმე რა სამთელი საღამოთი ხოლმე რომ სანამ შევყვლი რაღაცა და რომ მოდიან ისე კარგა ვესაუბრები ხოლმე. დავეთით. შეინახე ხო ის კვერცხები? რა ვიცი შვილო არ დაუწერებიათ ეტიკეტი რომელისა იყო რომელმა დადო. მაგრამ აი ეს დიდიც კაკანებს ხოლმე ჩვეულებრივ კვერცხს როდებს და ეხა იქიდან გამობრძანდა ქალბატონი. დავიჯერო. მაგრამ აქ რამდენჯერ შევამოწმე იცით და არაფერი არა. ისეთიც არაფერი არ არის რომ აქ სადმე დაჯდეს და დადოს, მაგრამ ისეთი ოხრები არიან რომ ვერც გაიაზრებ სად არის აქ არ არის. დაბლა შეხედვა ცოტა პრობლემურია ჩემთვის. რავი, არაფერი არ არის. რატო დაბოდიალობს? ის ქათამი აქ არ ვიცი. ჩემი ქალბატონი, დედას ქალბატონი. ვიმი როგორი პატარა და ლამაზი ხარ. გოგო, როგორი ლამაზი ხარ, გოგო. ჩემი ბიჭი. მოკლედ წავედი ხალხნო, აბა ჰე. ბედნიერი დღე ყველას. მივხეხმოვხეხო უცბად მანამდე ჭამასაც მორჩებიან და ვინ დედალია და ვინ მამალი ვეღარ გავიგე. ჭამასაც მორჩებიან და იმასაც დავრეცხავ და დავიწყებ ხატვას. აბა ის ქალბატონი აქ ჩაჯდა? ჩემო მშვენიერო, შენ კვერცხს დებ და არ ვიცოდი? ცესო ყოლია ისა. შავი ყვავი, მოდი ჩემ. მოდი სანამ დადებ ერთი რა მოგეფერო რა. შენ ახალ ჩემი ლამაზი. ეს არის შაშანდელი ინკუბატორის, თემუს ინკუბატორის იაპონკა. დედას ლამაზია, ამქშორ ლაპარაკობ ხოლმე, ხო? და თქვენ კიდევ ეკითხებთ ქათამი რა გინდაო? ჩემი გოგოა ეს, როგორად მინდა. ჩემი ყვანჩალა. დადი კვერცხს, კაი? ოღონდ ხმაურით ნუ დადებ ხოლმე, ცოტა ჩუმად დადე, ხო შეიძლება რომ ჩუმად ქვეყანას ნუ გააგებინებ, რომ კვერცხი დადე. კაი. ძალიან სოყვარელი. მე ძალიან სოყვარელია დებილი. შავი ქათამი, შავი კატა. კიდე რამოდენიმე შავი ქათმები არიან.
გავები დადიან. ბედნიერი დღე ყველას ხალხანა წავით. საქმის დროა თორე გამაგდებინ.